განაცხადა დააკავეს ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჩიაპერაშვილი ბრალი ოფიციალურად წაუყენესებად. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას და თქვენი ოპონენტების მხრიდან უკვე კეთდება წინასწარი შევასებები, რომ ხელისუფლება ცდილობს ამ დაჭერებით გადაფაროს ის პრობლემები, რომელიც დღეს რეალურად არსებობს ქვეყანაში. ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით ის, რომ ეს ორი პიროვნება ძიება ედავებოდა ამ პიროვნებას, გუშინაც იყო ცნობილი, დღეს დილით უკვე დაანონსეს, რომ თქვენ და ალბათ თულად არიბარებენ ამ პიროვნებისას, ორივე ეკავათ საკმაოდ მაღალი თანამდებობა ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობის დროს და ბუნებრივია ის ამ მდგომარეობაში დღეს საქართველოა აი ამ წამყვანი პირების გარკვეული ბრალდება იქნება, დანაშაული იქნება და გამოიძიებენ. არ მგონია რომ ეს სიურპრიზი იყოს, დიდი ხანია არის საუბარი იმაზე, რომ არა მარტო ამ ორ პიროვნებაზე, საერთოდ, რომ დაიწყება გამოძიება, შეიძლება სასამართლო სისტემა და ძალიან ბევრი უარყოფითი გამოვლინდება. ამის იმედი მაქვს და მეგონი ყველას უნდა გქონდეს იმედი, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემაა ჩვენი ქვეყნის წინაშე და საკმაოდ დიდი წილი წინა ხელისუფლებისა, რომელმაც ვერ შეძლო, რომ ვთქვათ რბილად გადაეჭრა ის პრობლემები, რომელიც ხალხს აწუხებდა ამ 9 წლის მანძილზე. ბატონო ვანო მერაბიშვილი განიხილებოდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად. ხომ არ ფიქრობთ და თქვენი კოლეგების, თქვენი ოპონენტების მხრიდან ალბათ წამოვა შესაბამისი ბრალდები, რომ ამით მოხდა მისი როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის ერთგვარი ჩამოცილება. მე შევაბრუნებდი თქვენ კითხვას ბატონმა ვანო მერაბიშვილმა. იმიტომ ხომ არ დააყენა თავის კანდიდატურა, რომელსაც ძალიან ბევრი ედავებოდა, ბევრი კითხვა იბადებოდა თმე და ამიტომ ხომ არ დააპირა თავის დაცვა. ანუ როგორც მოქალაქეები თქვენ ალბათ თქვის დიდი ლათვია ვისმენთ იმას რა დაგვრჩა ჩვენ საქართველოს მოსახლეობას, დავალები დაგვრჩა და გაუმართლებელი ხარჯები იყო და მთელი რიგი ჩამოთვალო რა. ყველაფერი ხო ხდებოდა არაერთი კაცის მიერ, აი გუნდის მიერ, მართველი გუნდის მიერ, რომელიც რა თქმა უნდა ერთიანად ყველა არის გარკვეული დამნაშავე. ამიტომ დაიწყება ეს პროცესები. არ ვიცი ხო ვინ არის შემდეგი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან დიდი რაოდენობა, არაერთი მილიარდია გასული საქართველოსდან, რომელიც თქვენმა თაობამ უნდა იხადოს ეს ვალები თუ არ გამოიწვიეთ, როგორ წავიდა, რაც გამოქვეყნდა და ყველა მიცით რა ჯდებოდა პრეზიდენტის ვოიაჟები და სად მიდიოდა, რატომ მიდიოდა და 57 მილიონი, რომელიც პიროვნების ხარჯები იყო, საკმაოდ დიდია და ეხლა თქვენ თუ ვიცით რატოა ტაილანდში, ლაოსში რა იცის ვინმე მან ავალება აქ რაღაც მისია, აქ ვინმესგან მაინც რო ჩამოდის ხუნა ანგარიში ჩააბაროს, ამიტომ ვიყავი რაღაც გავაკეთე. ამიტომ ეს ბევრია გამოსაკლები, ნუ იქნებით ესე იგი, მით უფრო თქვენ ხალხაზდები ხარ და ეს ყველაფერი თქვენი პრობლემა არ გახდეს მომავალში. ჯობია ჩვენმა თაობამ ყველაფერი ეს გამოიკვლიოს, ყველაფერს თავის სახელი დაარქვას და თქვენ, ჩვენ შვილები, უფრო ლაღი მომავალი კონდეს. მერაბიშვილი ვერ გეტყვით, მე ვიცი მხოლოდ და მხოლოდ, არა ვარ მე პროკურატურის თანამშრომელი, მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი საქმეებია, ძალიან ბევრი ჩივილი მოდის უკვე, მოგეხსენებათ, რომ ხალხი ვინც უსამართლოდ იყო კლუბით საპყრობილეში,
ხალხი ვისაც გააყიდიეს სახლი, კარი და ძალიან ბევრია, ნუ ხო თქვენ ალბათ იცით რა რაოდენობის პატიმარი იყო საქართველოში, რამდენი პრობაციონისტი რატომ იყო? ბუნებრივია ხო ამათ აქვს საჩივარი. ამასი შეკრებაც იყო თქვა იგივე სპორტის სასახლეში. ძალიან ბევრი იყო პოლიტპატიმარი, ძალიან ბევრი იყო ბიზნესმენი დაპატიმრებული უკანონოდ, ნამდვილად უკანონოდ. ბუნებრივია მათ აქვს ახლა ძალიან ბევრი კითხვები. ოჯახები დაინგრა, ავიცი, ბევრი გვამი გამოვიტანეს ციხეებიდან თქვენ კარგად მოგეხსენებათ იმედა. აქედან ბუნებრივია ოჯახის წევრები, თვითონ დაზარალებულები, ბევრს ექნება პრეტენზიები და არ ამგონია რომ ან აჩკობილაშვილი იყოს მოცლილი და გადაღამე არ მუშაობდეს, ან თეატრული კიანს არ ქონდეს გარაქალია და აი ამ ხელა ქაღალდებში ჩართული შეხედოს და იმდენი საქმეებია და იმდენად ბევრი ცოდვები აქვს ჩადენილი ამ. აბა კაკაბაძესთან დაკავშირებით თუ არ დასმოლა კითხვა, პოლიტპატიმრებმა დაარსეს მოძრაობა აღდგეს სამართლების აღდგენის მოთხოვნით. და ისინი ითხოვენ აი 9 წლის განმავლობაში ყველა დაჩაგრული საქმე გადაიხედოს და მათთვის აღდგეს სამართლიანობა. და იმ პირობით რომ თუ არ მოხდება სამართლიანობის აღდგენა, მაშინ ისინი გააგრძელებენ აქციებს და ის გახდება ნელ-ნელა რადიკალური. როგორ ფიქრობთ, რამდენად საფრთხის შემცველია ეს მოძრაობა? მოგახსენებთ ჩემ პოზიციას ახლა. ის რომ სადაო ბევრია, ეგან საუბარში გითხარით რომ უსამართლობა ალბათ ყველა ოჯახს მოება საქართველოში. და ბუნებრივია რომ ამის გამოკლება უნდა, ამის საკმაოდ დრო დაჭირდება ამას, მაგრამ თუ ახლა ამ ახალ ხელისუფლებას უყენებენ რამე პრეტენზიას, ეს უიმედოა და უსამართლოა თვითონ. რაც მოხერხდა ამ უახლოეს თვეებში, რაც გაკეთდა, გადარჩა, ალბათ თქვენ კარგად იცით, რა თქვენ თუ თქვათ უყურებთ ესაც ალბათ ამდენად თვალს, ესე იგი ფინანსური მდგომარეობა როგორი იყო, ეკონომიკა როგორი იყო, ეს რომ ამახინჯებენ თუ უკან მივიდეთ პირით, ეს დაიდოს და მივიდივართ წინ. და აქედან გამომდინარე რა ძალიან ძნელია პროგნოზირება ვაკეთოთ, ესე იგი ეს მოძრაობა თუ ამან მიიღო ის მიმართულება, რაც 17 მაისს მოხდა და ვინც გააკეთეს ხალხი, რა თქმა უნდა, წამგებიანია მათთვის. ის თუ მართლა დაჩაგრულები და სამართლიანობას ცხოვრობენ და ეძებენ და მოითხოვენ, აუცილებლად ძალიან ბევრი საქმე ამოტიტულდება, უკვე ობიექტური ძიება იქნება ყველა საქმის და ნამდვილად შედეგები მოყვება ამას, მაგრამ იქნება ეგეთი ფორმით, რომ თუ ეს არ მოხდა, ჩვენ გავაგზავნებთ. 9 წელი ვიყავით ამ დღეში ნახო. მოითხოვენ ძალიან ბევრი საკითხებია, პოლიტიკური, ეკონომიკური, სტრატეგიული საკითხებია და ალბათ ნელა ყველას განიხილავენ და არ ამგონია, რომ უსამართლობა თვითონაც კიდე იმ ორგანოებში სადაც იხილება ეს საქმეები. ბატონო? Represent. Yes. Which? ძალიან დიდ პატივს ნინო ბურჯანაძეს მეგობრული ურთიერთობა მასთან, მის ოჯახის წევრებთან, მის მეუღლესთან. მაგრამ მე ვთვლი, რომ ნინომ თავის პოტენციალი ცოტა უფრო აი შემდეგ არჩევნებისთვის შეინარჩუნოს. ეხლა იმდენად ძლიერია ქართული ოცნების პოზიცია და მით უფრო ეხლა ოქტომბრამდე კიდე ძალიან ბევრი რამ გამომჟღავნდება და ძალიან ბევრ სიკეთეს დაინახავს ქართული ხალხი, რომ არ ამგონია, რომ ვინმე გაუწიოს რეალური კონკურენცია ქართული ოცნების კანდიდატს. რაც შეეხება ჩვენ კანდიდატს, არ ამგონია, რომ ის არ სიმპათიებს არ ძლევს
საქართველოს მოსახლეობაში თავის განათლებით, თავის ერუდიციით და არ ვფიქრობ, რომ რომელიმე რა გაერთიანებაც არ უნდა იყოს, ეს ჩვენ კანდიდატს ვერ გაუწევს კონკურენციას, ვერცერთი. ჩვენი ადრე. არაერთი იქნება, კიდე აპირებს რამოდენიმე შალვა ხელათული ახმაურდა, რაღაც გაერთიანდება რამოდენიმე პარტია კიდე როგორც მე მესმის. ეს ცუდიც არ არის, იყოს კი ბატონო, არასაპარლამენტო ხო მოდით მაშინ მე ესე დავაყენებ არასაპარლამენტო ოპოზიციას რომელ ოპოზიციას თქვენ რომელიც წინა ხელისუფლებას ყავდა და იქნებოდა ოპოზიციად რომელიც დღეს არის ოპონენტი მოდი ესე დავშეკეთოთ მე ვერავ ხედავი რეალურ შეიძლება 1-2 პოლიტიკური მოღვაწე რეალურად იყო ოპოზიციონერი, მაგრამ დანარჩენი ახაც ჩვენ ახლა გულისხმობთ. თქვენ იყვნენ ოპოზიციონერები სკალებში, წინა პარლამენტში თვითონ იყვნენ როგორც ისინი კარგად მოგეცენება. ხოდა იქნება ალბათ მე ვფიქრობ 5-6 კანდიდატი შეიძლება გაერთიანდება პარტიები რაღაცა, მაგრამ ვიმეორებ ქართული ოცნება ესეთი ტემპებით მისცი იმდენი სიკეთეა გაკეთებული გააკეთებს კიდევ და ისეთი ავტორიტეტი აქვს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს მის წევრებს არ ამგონია რომ ვინმე გაუწევს სერიოზული კონკურენცია. მოდი შავი კატამ გადაერბინაო, აი ეგ არის ჩვენ შორის. გადაგვირიბინა შავმა კატამ ახლა არიქა. მოდი ნუ გეშენია. ატა დაღლი არ არის ეს. იყოს მოდი. ნახე რა კარგია. დავიჭერ ხელში ახლა. ამიანა გადავიღოთ მოდი. დავიღეთ ეს გამაგზავნე. მოდი. ნუ დაახერ გაგიჟდა კაც. დაანებე. დიდი მადლობა. კარგად იყავით.